მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამოს ვლოგს. დადგა მორიგი ეპიზოდის დრო და პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ამ ეპიზოდისთვის სიმართლე ითქვას, გეგმაში მქონდა და მეტწილად ვფიქრობდი, რომ მესაუბრა ლიტერატურაზე და მესაუბრა ახლად გამოცემულ წიგნებზე, ახლად თარგმნილ წიგნებზე, მაგრამ გეგმები თავდაყირადად გავინაიდან ზოგჯერ მოულოდნელი რაღაც შემთხვევები სრულიად ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. თუ რა მოვლენაზე მაქვს საუბარი, ამას ვფიქრობ, რომ დასასრულს მივუბრუნდე და დღეს ერთი სიტყვით არა ახალ გამოცემულ, ახალ თარგმნილ წიგნებზე, არამედ ძალიან ცნობილ ინგლისელ მწერალზე და ძალიან დიდი ხნის წინ ძველად, ასე ვთქვათ, გამოცემულ წიგნებზე მინდა ვისაუბრო, ეს გახლავთ ჯულიან ბარნსი. ინგლისელი მწერალი, რომელიც არა მხოლოდ ჩემი შეფასებით და არ მივისაკუთრებ, ასე ვთქვათ, არამედ არაერთი კრიტიკოსის, არაერთი მკითხველის აზრით, თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა არის და უამრავი პრემიის ლაურეატი არის. ხშირად საუბრობენ, რომ რატომ არ აქვს ჯულიან ბარნსს ჯერჯერობით ნობელი, მაგრამ ამასაც ველოდებით მისი აქტიური მკითხველები. ერთი სიტყვით, აქ რომ მოვდიოდი აი ამ ჩვენს მოწყობილ სტუდიაში, სახლში მოვიძიე ჯულიან ბარნსის წიგნები და აღმომაჩნდა, რომ სულ ორი ცალი შემრჩენია. ეს არის მსოფლიო ისტორია 10 ნახევარკარად, პირველი ტექსტი ჯულიან ბარნსისა, რომელიც მე წავიკითხე და ასევე დასასრულის განცდა, რომელიც საკმაოდ ადრე მქონდა წაკითხული და ბოლო დღეებში დავუთმე ამ ტექსტის გადაკითხვას დრო და ხელახლა წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ ეს ორი წიგნიც ძალიან კარგად შექმნის იმ წარმოდგენას ჯულიან ბარნსზე, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მოგანდომებთ, რომ წაიკითხოთ ეს ავტორი. ისა სიმართლე ითქვას, ჯულიან ბარნსის ძალიან ბევრი წიგნი მქონდა სახლში, სავარაუდოდ ვიღაცას ვათხოვე და არ დამიბრუნა, მაგრამ ეს თვისება მაქვს, რომ ძალიან ამათ გავათხოვებ და გავასხვისებ ხოლმე წიგნებს. იმდენად მიყვარს, როდესაც ჩემს მიერ ნარჩევ წიგნებს ადამიანები მთხოვენ და შემდეგ ხშირად მომკითხავიც არ ვარ და ბევრჯერ ყოფილა, რომ ერთი წიგნი 3-ჯერ და 4-ჯერ მიყიდია. არის რაღაც წიგნები, რომელსაც სამწუხაროდ ვერავის ვერ ვაძლევ, იმიტომ რომ ის რაღაც გარკვეულ მოვლენას, ძვირფას აჩუქარს ან ძვირფას ამბავს უკავშირდება, მაგრამ უფრო მეტად გულღია და ხელღია ვარ ამ საქმესთან მიმართებით. ერთი სიტყვით საკუთარ თავზე საუბარი იქით იყოს და ჯულიან ბარნსის დასასრულის განცდა. ის სათაურიც ვფიქრობ, რომ ძალიან სიმბოლური არის და ეხმიანება იმ მოვლენას, რომელზეც თავშიც ვახსენე და რომელსაც ვიდეოს დასასრულს დავუბრუნდები. ამ წიგნთან მიმართებაში დასასრულის განცდა სულ სხვა შინაარსით არის, როდის დგება ეს მომენტი, რომ ჩვენ გვაქვს დასასრულის განცდა წარსულთან მიმართებაში, აწმყოში როდის დგება ეს მომენტი, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, ვაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ დგება მომენტი, რომ რაღაცის შეიძლება ეს ცხოვრებასთან მიმართებაშიც იყოს დასრულდა და აი ამ გრძნობით უნდა განვლოთ და გავაგრძელოთ დარჩენილი ცხოვრება. როდის დგება დასასრულის განცდის მომენტი. ამ წიგნში თხრობა მიმდინარეობს ორ დროში, ეს არის წარსული, წარსულ ამბებს ვადევნებ თვალს, შემდეგ კი აწმყო დროში. წიგნი არის ორ ნაწილად, 1 და 2, ასე არის დასათაურებული. პირველ ნაწილში მთავარი მოქმედი პირი, რომელიც ასევე გახლავთ მთხრობელი, პირველ პირში გვიყვება ამბავს, ის მოგვითხრობს ადრეული ასაკის სასწავლებლის, სკოლის პერიოდს, ვაჟთა სასწავლებელში, როდესაც მას ჰყავდა 2 მეგობარი და ეს იყო ასეთ სამეგობრო ინტელექტუალი ბიჭები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ რომელი ფილოსოფოსი წაიკითხა, ვინ რა წიგნი წაიკითხა და ჰქონდათ ასეთი უჩვეულო ჩვევა, რომ მაჯის საათს ატარებდნენ ამობრუნებული, ან ციფერბლატი, სადაც დროის მაჩვენებელი არის, ის ამობრუნებული სახით ეკეთათ და ასე ატარებდნენ. 3 მეგობარი და მათ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ჩნდება ახალი თანა კლასელი, ასე ვთქვათ, სასწავლებელში ახალი მოსწავლე გადმოდის, რომელიც მათ ძალიან დაუმეგობრდება და ფაქტობრივად 4 აგრძელებენ აი ესე ძალიან ახლო მეგობრობით ცხოვრებას, ისინი ძმობას შეფიცებენ ერთმანეთს და აი მათ ცხოვრებაში და პირველ რიგში კი მთავარი მოქმედი პირისა, ვინც მთხრობელი არის ცხოვრებაში, ჩნდება მისი შეყვარებული ვერონიკა, რომელიც მთლიანად წიგნის, ასე ვთქვათ, მთავარ ხაზს მიყვება და ის მუდმივად არის, ასე ვთქვათ, აქტუალური, ვინაიდან მას უკავშირდება არაერთი ამბავი და არა მხოლოდ აი ამ მთხრობელის, არამედ კიდევ მის სამეგობროში ერთ-ერთი მათგანთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერთი სიტყვით, მოდი ისევ დავრჩეთ პირველ ნაწილზე, სასწავლებლის ამბებზე, სადაც
ერთ დღეს ძალიან მძიმე ამბავს იგებენ ისინი, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ თავი მოიკლა და ასეთი ამბავი გავრცელდება, რომ მან დააორსულა გოგო, ვეღარ აიღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თავი მოიკლა. თუმცა თვითმკვლელობა არ არის მხოლოდ ეს ერთი ეპიზოდი ამ წიგნში, ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მძიმე ამბის გადატანა გვიწევს კითხვის პროცესში ამ სამეგობროდან ერთ-ერთი მათგანი და მე განზრახ არ ვასახელებ სახელებს, ვინაიდან თუ კი არ წაგიკითხავთ და წაიკითხავთ, წინასწარ არ იცოდეთ რა მოხდება და ვის რა გადახდება დეტალურად. ერთ-ერთი მათგანი ერთი სიტყვით თავს მოიკლოს, მაგრამ აი აქ მნიშვნელოვანი არის მიზეზი. რატომ გადაწყვეტს ის, რომ რამდენადაც ხუთოსანი იყო სასწავლებელში, იმდენად ხუთიანზე შეესრულებინა ეს აქტი, ასე ვთქვათ, თვითმკვლელობის აქტი, დაეგეგმა ძალიან დიდი სიზუსტით, ყველა ნაბიჯი გაეთვალა და დაესრულებინა ასე სიცოცხლე. ერთი სიტყვით, პირველ ნაწილში არის წარსულის ამბები და უკვე მეორე ნაწილში აწმყო დროში. 21 საუკუნეში ჩვენს თანამედროვე ყოფაში აგრძელებს ეს პერსონაჟი თხრობას. წარსული ამბები თითქოს დავიწყებულიც კი აქვს. მას უკვე ცოლი შეირთო, გაშორდა, ყავს შვილი, შვილიშვილები, 60 წელს უკვე გადაცილებული არის თუ ზუსტად მახსოვს და ჩვეულებრივად ყოველდღიურ ცხოვრებას მიყვება ისევე როგორც რიგითი ჩვეულებრივი მოქალაქე და ადამიანი. თუმცა იმის აწმყო დროში მოულოდნელად ჩნდება ასეთი ამბავი, ის იღებს წერილს, რომ ძველი შეყვარებულის ვერონიკა ვახსენე და ისიც უნდა ითქვას, რომ ვერონიკასთან მას არც თუ ისე ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, მალევე დაასრულებენ ამ ურთიერთობას. აი ვერონიკას დედა მას უტოვებს ანდერძით კი განსაზღვრული არის გარკვეული თანხა და ასევე ამ ანდერძით ის ერთ-ერთი მეგობრის დღიურს უტოვებს. ეს დღიური გახლავთ იმ მეგობრისა, რომელმაც თავი მოიკლა. რა წერია ამ დღიურში, რატომ გადაწყვიტა, რომ ძველი შეყვარებულის დედას დაეტოვებინა მისთვის ამგვარი ანდერძი, რა კავშირი ჰქონდა ზოგადად აი ამ მცირეხნიან ურთიერთობაში ამ ქალთან, რომელსაც სულ ერთხელ რამდენიმე დღით შეხვდა, როდესაც ვერონიკასთან შეყვარებულთან ასე ვთქვათ შაბათ-კვირას გაატარა სახლში მასთან დრო და გაიცნო მისი ოჯახის წევრები, აი სულ ეს რამდენიმე დღიანი ურთიერთობა ჰქონდა. და ფაქტობრივად აი ამ აწმყო დროდან ისევ წარსულში ბრუნდება და მას უწევს რა თქმა უნდა, როგორც მისი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე იმ მოცემულობიდან, რაც დღის წესრიგში დადგა, რომ დაუბრუნდეს წარსულს, ხელახლა გადააანალიზოს საკუთარი წარსული, გაიხსენოს ამბები და რაღაცნაირად გამოერკვეს აი ამ დამდგარ რეალობაში, რომ საერთოდ რა შუაში არის, რატომ აქვს ისევ აი ეს ძაფები, ასე ვთქვათ, სად უნდა გააბას, სად წყდება ეს ძაფები, რომ დაუკავშიროს აწმყო და დაუკავშიროს წარსული ერთმანეთს. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ რეალურად ადამიანები, როდესაც ჩვენს წარსულზე ვიწყებთ ფიქრს, როდესაც ჩვენ წარსულის ამბებს ყვებით, ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ობიექტურები საკუთარ შეფასებაში, ან როდესაც აწმყო დროში ჩვენს წარსულ ამბებს, სადაც უნდა გავამართლოთ საკუთარი თავი, უნდა გავამართლოთ სხვა ქმედებაში, არ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არ გვინდა რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა გარკვეული ამბებთან მიმართებაში, შეიძლება სულ სხვა რაკურსით, სულ სხვა ფორმით დავინახოთ და მოვყვეთ. მაგრამ აი აქ ეს ასე ვთქვათ შიშულდება და მას უწევს პირველ რიგში რომ დაუბრუნდეს მის მიერვე დაწერილ წერილს, რომელიც აი ამ ადრეულ პერიოდში მისწერა თავის ყოფილ შეყვარებულს ვერონიკას და მისწერა მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც როგორც უკვე გითხარით და გავამხილე ეს თავი მოიკლა. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო არის ეს წიგნი, პირველ რიგში აი ვისაც უყვარს ცოტა საგამოძიებო ასე ვთქვათ სიუჟეტები, დეტექტივები თუ გიყვართ მით უმეტეს, ეს არ არის კლასიკური დეტექტივი, აქ არ არის მაგალითად მკვლელი, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო არის ეს თხრობის პროცესი, როდესაც ფაქტობრივად ჩვენ ხვდებით გამომძიებლები. რაღაცნაირად უნდა გამოვერკვეთ, უნდა გავიგოთ, რა შუაში არის ეს მთხრობელი, მთავარი მოქმედი პირი, ასე ვთქვათ, ამ ამბისა, რა კავშირი აქვს, რა კავშირები ჰქონდა, რა არ მოგვიყვა პირველ ნაწილში, როდესაც წარსულ ამბებს მოგვითხრობდა, რა გამოტოვა და როგორ უწევს მას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. აღიაროს საკუთარი შეცდომები და მისი როლი სხვადასხვა ამბავში და გაიხსენოს კიდევ ერთხელ რა გადახდა და
ამ ასე ვთქვათ მოგონებაში გარკვეულ დეტალებს ჩაებღაუჭოს და მიხვდეს თუ სად იყო დამალული აი ეს ძალიან საინტერესო საიდუმლო, რომელიც არამხოლოდ მის მეგობართან მიმართებაში გამჟღავნდა, არამედ მასთან მიმართებაში შეიძლება რომ სულ სხვა ნიშანს იძლეოდა. ერთი სიტყვით ძალიან ისე მოვყევი ამ წიგნის შინაარსი მაქსიმალურად ვეცადე რომ მთავარი კარტები ასე ვთქვათ არ გამეხსნა და ამავდროულად საინტერესო ყოფილიყო. მე არ მიყვარს როდესაც წიგნებზე ვსაუბრობ და დეტალურად ყვებით ამ წიგნში რა ხდება, ვინაიდან ასე შეიძლება რომ არც კი გაუჩნდეს ადამიანს წაკითხვის სურვილი, მაგრამ თან უნდა მოვახერხო ისე რომ დაგაინტერესოთ. ასე რომ ჯულიან ბარნსის დასასრულის განცდა არც თუ ისე მსგელტანიანი წიგნი, პირიქით რაღაც ერთ დღეში წაკითხვადი წიგნი, სულ რაღაც 170 გვერდი არის. ვფიქრობ რომ გარდა იმისა რომ თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერალთან ურთიერთობის საშუალებას მოგცემთ, თუ არ წაგიკითხავთ, გაგაცნობთ ამ ავტორს, ამასთან ერთად მგონია რომ ძალიან დიდი აზარტით წაიკითხავთ. შემდეგი წიგნი, ეს არის ჯულიან ბარნსის მსოფლიო ისტორია 10 ნახევარ კარად. 10 ნახევარი კარი, ვინაიდან აქ არის 10 მოთხრობა და 1 ჩანართი, ამიტომ 10-დან ნახევარი ასე არის სათაურში. თავად სათაურმა შეიძლება სულ სხვა მოლოდინი გაგიჩინოთ, რომ ეს წიგნი არის გარკვეულ ისტორიულ მოვლენებზე, რომ ეს წიგნი რაღაც ისტორიული წიგნი არის, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს მოლოდინი გაგიცრუვდებათ, როდესაც ამ წიგნის კითხვას დაიწყებთ, არა იმიტომ რომ აქ გარკვეული ისტორიული მოვლენა შეიძლება ან მოვლენები არ შეგხვდეთ, არა, არამედ იმიტომ რომ ეს მოვლენები სულ სხვა თვალით არის დანახული. სხვათა შორის ამ წიგნზე ესე მაქვს დაწერილი და მაშინ მახსოვს რომ ძალიან ბევრი კრიტიკა, ძალიან ბევრი ესე წავიკითხე და მკვლევრების ნაწილს მიაჩნია რომ ეს არის ერთი რომანი, მიუხედავად იმისა რომ აი ეს თავები და ეს მოთხრობები ერთმანეთს ფაქტობრივად არაფრით არ უკავშირდება, არც პერსონაჟები მეორდება, არც რაღაც გარკვეული ამბები ერთმანეთს არ ებმის, არც ერთ დროში არ ვითარდება მოქმედება, არა, სულ სხვადასხვა დრო არის, სულ სხვადასხვა მოქმედი პირებით, სულ სხვადასხვა მთხრობელი არის ამ ტექსტებში, თუმცა მკვლევრების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ეს დამოუკიდებლად მოთხრობების კრებული არის. პირველივე მოთხრობა ეს გახლავთ უბილეთოდ დამგზავრებული, რომელიც მოგვითხრობს ნოეს კიდობანის შესახებ და თავად პერსონაჟი ნოეს შესახებ. თქვენ იცით ნოეს შესახებ, ხომ, რომ მან ხომალდი ააგო, წყალდიდობისას გადაარჩინა ცხოველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ ამბავს, გვიყვება მღრღნელი, რომელიც ნოემ არ წაიყვანა თავის კიდობანზე, ის შეძრა, ასე ვთქვათ, ამ კიდობანში და ნოეს გვაჩვენებს როგორც ძალიან ამბარტავანს. ნოეს გვაჩვენებს რომ ძალიან უხეშ პერსონაჟად და გვაჩვენებს როგორც ლოთი, რომელმაც ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე და ასე ვთქვათ, ასე გადიდკაცებულმა და ამაყმა მერე არც თუ ისე სახარბიელო საქმეები ჩაიდინა. ამ წიგნში რაც ძალიან მიყვარს, ეს არის ის იუმორი, რომელსაც ჯულიან ბარნსი იყენებს, აი ამ იუმორნარევი თხრობა და სულ სხვანაირად, სულ სხვა გვარად დანახული ამბები, არამხოლოდ თვითონ ამბის მიმართ ირონიას გამოხატავს, არამედ თავად ისტორიული ამბების მიმართ ჩვენ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს და ზოგადად ისტორიის როლზე. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ისტორიაზე, უნდა მივიღოთ თუ არა ის უტყუარ მტკიცებულებად და უნდა დავფიქრდეთ თუ არა, რომ შესაძლოა ამ ამბავს სულ სხვადასხვა თვალით, სულ სხვადასხვანაირად ხედავთ გარშემომყოფები და სულ სხვანაირად შეიძლება გააჩნია ვინ იყო ამ ამბის გადმომცემი ჩვენამდე. ხომ? ამ წიგნში მღრღნელების ამბავი არამხოლოდ ნოეს კიდობანთან მიმართებაში, არამედ კიდევ ერთ მოთხრობაში გვხვდება, რომელსაც რწმენის საკითხი, ასე ჰქვია და აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი. ერთი სიტყვით მღრღნელებს, უფრო კონკრეტულად კი ხის ჭიებს უწყობენ სასამართლოს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქართული რეალობიდან ჩვენ ყოველდღიურად რა სახის პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, აი ამ აბსურდული გადმოსახედიდან, აბსურდული რეალობის გადმოსახედიდან, არც თუ ისე დისტოპიურად და სურეალისტური ჟანრიდან შეიძლება არ მოგვეჩვენოს ხის ჭიებისთვის მოწყობილი სასამართლო, მაგრამ როდესაც პირველად წავიკითხე
წავიკითხე. იმდენად აღრთოვანებული ვიყავი აი ამ მიგნებით და ისე მომეწონა, რომ ფაქტობრივად ამ წიგნში ყველაზე მეტად აი ეს ტექსტი დამამახსოვრდა. და ნუ აი რატომ უწყობენ ხიშჭიებს სასამართლოდ? ერთი სიტყვით ეპისკოპოსის, რომელსაც ამ წიგნის მიხედვით ჰქვია ბეზანსონი, აი ამ ეპისკოპოსის ტახტის ფეხთაგან ერთ-ერთს მღრღნელები ხიშჭიები დახრავენ და როდესაც არის მომლოცველთა დღე და კვარცხლბეგზე ავა, ასე ვთქვათ, ეს პაპი, რომლის ტახტიც ასე ვთქვათ არის, ეს ეპისკოპოსი, რომლის ტახტიც არის, ბარნსი წერს, რომ დაენარცხა ეპისკოპოსი თავითა მისითა კიბისა საფეხურს. და ნუ რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება რომ ამაში ვინმე არ იყოს დამნაშავე და როგორ შეიძლება რომ ეპისკოპოსი ძირს დაენარცხოს და რა თქმა უნდა აი ვიღაც ხომ უნდა იყოს და ხიშჭიები აღმოჩნდნენ სამწუხაროდ ის არსებები რომლებმაც პასუხი უნდა ააგონ. და რა თქმა უნდა აქაც არის ძალიან დიდი ირონია, ძალიან დიდი კრიტიკა ისეთი გავლენიანი ინსტიტუციის როგორც არის ეკლესია, რომელიც თითქოს არის ხელშეუხებელი, სადაც არ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და ვიღაც აუცილებლად უნდა აგებდეს პასუხს. ამ წიგნში კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობა არის, ეს არის ხომალდის დაღუპვა, სადაც აი ესეთი ჩანართი გვხდება თეოდორ ჟერიკოს ნახატი, აი მინდა რომ გაჩვენოთ და ესეც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაწყვეტა არის. აქ მთხრობელი ამ ამბავთან მიმართებაში ცდილობს რომ ამ ნამუშევრის მიხედვით ასე ვთქვათ შეაფასოს, ავტორეფლექსიური არის, აკომენტარებს ამ ნამუშევარს და ასე მოგვითხრობს ამ ისტორიულ ამბავს. ერთ სიტყვით თითოეულ ასე ვთქვათ ტექსტზე, თითოეულ ამბავზე რომ არ შევჩერდე და ყველა მათგანზე არ მოგიყვეთ ვინაიდან 10-ზე კიდე მეტი არის, ვინაიდან ერთი ჩანართი არის. ვფიქრობ რომ ის რამდენიმე რომელიც შევარჩიე, შეგიქნით წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა დაგხვდებათ ამ წიგნში. მსოფლიო ისტორია 10 ნახევარკარად ჯულიან ბარნსის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი წიგნი არის და მე მგონია რომ არ ინანებთ თუ კი ამ წიგნს წაიკითხავთ და ნუ რა თქმა უნდა აქ მე მახსოვს რა ეს განცდა მქონდა ისტორიასთან მიმართებაში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენაირი თვალით რა სახით შეიძლება რომ დავინახოთ და ფაქტობრივად ჯულიან ბარნსმა რეალური ამბები, რეალური ფაქტების გარშემო სრულად ახალი ამბები შექმნა და ისტორია საკუთარ თავს იმეორებს ჯერ ტრაგედიის და შემდეგ კომედიის სახით, აი ეს შეიძლება რომ ამ წიგნთან მიმართებაში ნამდვილად ვთქვათ. ჯულიან ბარნსის ორი წიგნი გირჩიეთ, თუმცა კიდევ სხვა წიგნებიც არის თარგმნილი, ასევე არის ფლობერის თუთიყუში ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ახში ვეღარ აღმოვაჩინე რომ წამომეღო, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ორი წიგნის მაგალითზეც ჯულიან ბარნსი არ ვიცი მეტნაკლებად წარგიდგინეთ და მოგაწონეთ კიდეც. ახლა კი უკვე უნდა დავუბრუნდე იმ მთავარ მოვლენას, საიდანაც დავიწყე საუბარი, რატომ გადავწყვიტე რომ დღევანდელი ეპიზოდი ჯულიან ბარნსზე მესაუბრა. დღევანდელ ეპიზოდში რეალურად კი მინდოდა რომ მესაუბრა მალხას ხარბედიაზე. მალხას ხარბედიას შესახებ თუ კი ვინმე მარიცით, ჩემი არხის მაყურებლებიდან გეტყვით რომ ის იყო ჟურნალ არილის ლიტერატურული პერიოდიკის მთავარი რედაქტორი. არილის არქივიდან რამდენიმე ნომერი მოვიტანე და ბევრი ძალიან ძველი, აი ეს მაგალითად 2003 წლის ნომერი გახლავთ, 90-იანი წლებიდან გამოიცემოდა ეს ჟურნალი არტურ რემბო, ხო, ეს არის 2017 წლის ნომერი, ეს ნომერი ძალიან კარგად მახსოვს, ვინაიდან არტურ რემბო რო დავინახე, ნუ რა თქმა უნდა თვალები ამენთო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტი გახლავთ და მახოს ჰქონდა ჩაწერილი ჯულიან ბარნსთან ინტერვიუ, ლონდონში იყო და შეხვდა ჯულიან ბარნს და მახსოვს რომ ეს ინტერვიუ რო წავიკითხე ძალიან აღრთოვანებული ვიყავი. პირველ რიგში, როდესაც აი ასე დიდ ავტორს შეხვდა მახო, საინტერესო ინტერვიუ არის ლიტერატურის შესახებ, საუბრობენ ღვინოზე, ფეხბურთსაც დაუსვა მახო მკითხვა და პირველად აი აქ აღმოვაჩინე ამ ინტერვიუთი ჯულიან ბარნსი. შემდეგ ნუ რა თქმა უნდა წავიკითხე და დღეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი არის. ამიტომ აი პირველი კავშირი რაც მახოსთან მაქვს და რაც მახსენდება, ეს იყო ეს ინტერვიუ, რომელმაც აღმომაჩენინა ჯულიან ბარნსი და არა მხოლოდ ეს ავტორი, არილის კითხვით ძალიან ბევრი დღეს უკვე ჩემთვის საყვარელი მწერალი მყავს აღმოჩენილი. ძალიან მიჭირს ასე საუბარი, თავში არ ვნერვიულობდი, ეხლა ცოტა ავნერვიულდი და მინდა გითხრათ რომ თუ არილის მკითხველი აქამდე არ ყოფილხართ, არაჩვეულებრივი ელექტრონული ბაზა არის შექმნილი, სადაც არილის ნომრებიდან ტექსტები, ესეები, ინტერვიუები ელექტრონულადაც ძალიან მარტივად მოიძიება მათ ვებგვერდზე და თუ კი ლიტერატურა გიყვართ, ვიმედოვნებ რომ ჩემსავით ძალიან ბევრ საინტერესო ავტორს აღმოაჩენთ.
მალხაზ ხარბედია იყო ადამიანი, რომელმაც თამამად შეიძლება ვთქვათ და არ მგონია ვინმე ადამიანი გამოჩნდეს, ვინც ამ აზრში შემეწინააღმდეგა, რომ ქართული ლიტერატურული პროცესი შექმნა და აი ამ ბოლო დღეების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დაწერა, რომ არ ყოფილიყო მალხაზ ხარბედია, ისინი მათ შეიძლება არც დაეწერათ და არ გამხდარიყვნენ მწერლები. მე მაქვს ისეთ მწერლებზე საუბარი, რომელიც დღეს არაერთ ენაზე ითარგმნებიან და ძალიან ბევრი მკითხველი ყავთ. გარდა თანამედროვე ქართველი მწერლებისა, არილიში მე მუდმივად ვკითხულობდი საინტერესო ესეებს, კრიტიკას, ანალიტიკას, ძალიან ბევრი ძალიან ვთქვი, მაგრამ ამ თემასთან მიმართებაში რატომღაც სულ მინდა რომ აღმატებულ ფორმაში ვისაუბრო. და არ ვიცი შემიძლია ვთქვა ერთადერთი ეს არის მადლობა არილის ბოლო ნომერი გახლავთ აი ასეთი ყდით თავად მახოს ფიგურა არის გამოსახული ეს ნომერი თუ არ ვცდები ჯერ კიდევ არის ჯიხურებში დარჩენილი და თუ წინა ნომრებს გადავლებთ თვალს კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ელექტრონულ ვებგვერდზე შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ. მადლობა მახოს ყველაფრისთვის რაც გააკეთა. მახო რომ არა ძალიან ბევრი სინათლის სხივი ძალიან გვიან შემოვიდოდა ჩვენში მკითხველში. მე ამას გულისხმობ, ამაში მე ვგულისხმობ ავტორებს, რომელიც პირველად არილიში წავიკითხეთ, ავტორებს, რომლებიც მახოსგან გავიგეთ, ასე ვთქვათ და არილი ყოველთვის იყო და იქნება მუდამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ლიტერატურული პერიოდიკა. მადლობა არილისთვის, მადლობა მახოს, ჯულიან ბარნსი კი გირჩიეთ. მადლობა რომ მიყურებთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით.